ყოველ თვე ქართული ჰიმნი რო არ ამეჟღერებინა გამორიცხული იყო. ძალიან ბევრი მომხვდა. ეს ყველაფერი მაძლიერებს და ზოლამდე ვარ მართლა ბედნიერი. ბექა ღვინიაშვილი 30 წლის ქარელის რაიონიდან ვარ. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ, კლუბ მემერტეში ვემზადებ. 6 წლის ასაკში ქართული ჭიდაობა ჩატარდა ჩემთან სოფელში, სოფელ რუიში. არ დავდიოდი მაშინ, მაგრამ აქტიური ბავშვი ვიყავი და ტანზეც მეტყობოდა, რომ აღნაგობა ისეთი მქონდა, რომ ყველა ვარიანტში ჭიდაობაზე ან საბრძოლო სპორტზე შევიდოდი. ქართულ ჭიდაობაზე უცოდინარი, ყველას ეგრე ეგონა, მაგრამ ბუნებრივად გავაკეთე, მოხდა ისე, რომ ქართული ბრუნი გავაკეთე, ბუნებრივად, საერთოდ არ დავდიოდი. მე 8 წლის ასაკში მივედი უკვე ძიუდოზე. და თითქმის 1 წელში უკვე ისე შემიყვარდა, რომ ჩემი ცხოვრება გახდა ძიუდო. აი სკოლაში დიდხანს ვერ ჩერდებოდი, სულ ვარჯიშზე მინდოდა, რომ წავსულიყავი. ესე აქტიურად დავიწყე თავიდან. შემდგომ უკვე 17 წლის ასაკიდან იწყება პირველი საქართველო მოვიგე 17 წლის ასაკში, დამაყენეს ევროპის ჩემპიონატზე, გავხდი ევროპის ჩემპიონი, მერე დამაყენეს კადეტთა ოლიმპიადაზე, იქაც ჩემპიონი გავხდი, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდი და ეგრევე ახალგაზრდებში დამაყენეს მერე შემდგომ. თითქმის ჭაბუკი ვიყავი, დიდებშიც რო ვიგებდი უკვე რა. გარდატეხის ასაკი მქონდა ძალიან ცუდი რა. ჩემ თავს ვერ ვიჭერდი და რეჟიმს ვარ ღვევდი ხშირად. მაგრამ ტალანტი ვიყავი და ტალანტს ახლა ძალიან დიდი მომზადება არ ჭირდება, ცოტაც ყოფნის. ეგ ცუდად ისახებოდა ჩემზე. უვარჯიშებელი ბევრჯერ წავსულ ვარ, მომიგია შეჯიბრი, მაგრამ მაინც შრომა რო უფრო ფასდება, უფრო შრომელი ადამიანი რო უფრო ფასდება, იქ სადაც საჭირო იყო, ბევრჯერ წამიგი. 2019-ში მივხვდი, რომ უფრო მეტი შრომა საჭირო და ისი ადვილად არ იქნება, როგორც აქამდე იყო. ლაშა ბექაური რო გახდა ჩემი კონკურენტი. მაშინ მივხვდი, რომ ბევრი იყო საშუალო. 27 წლის ასაკში სამწუხაროდ, როცა ყველაზე კარგად ვიყავი უკვე, გამოცდილებაც როცა ყველაზე მაღალ დონეზე მქონდა ძიუდოში, სამწუხაროდ მითხრეს, რომ დოპინგი დაგიდგინდა. მე ვიყავი ადამსის პროგრამაზე. ძლიერი სპორტსმენები ყველა ადამსის პროგრამაზე ვიმყოფებოდით მაშინ. ყოველ დღე უნდა შეავსოს, ად იქნები, როგორ იქნები. ისე მოდიან შემოწმებაზე, რომ არ გირეკავენ. და რომ მოვლენ 1 საათს გაძლევენ დროს. 3 არიდება უკვე ავტომატურად დისკვალიფიკაციას ნიშნავს. ჯერ ერთი რომ ადამსის პროგრამაზე რო ხარ, სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ დოპინგი მიიღო. მერე კიდე ვინც მიემიცნობს და ვინც იცის ჩემი შესაძლებლობა, ყველამ კარგად იცის, რომ პროტეინსაც არ ავსვავდი. და ისეთი პრეპარატი დამიდგინდა, რაც საერთოდ არ ჭირდება ძიუდოშიც. თან მანამდე მქონდა 5 გრანდსლემი ზედიზედ მოგებული. და იმხელა დოზა ამომივარდა, ექიმაც რო ნახა მერე, რომ ყველა შეჯიბრზე უნდა ამოსულო და ყველა შეჯიბრზე გვამოწმებენ ჩვენ. და არსად არ იყო ამოსული და უცბად მახსოვს მასტერსზე მივდიოდი, ვემზადებოდი, ბაკურიანში იყვნენ ამოსულები და წინასწარ მირეკავდნენ, ხო მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე, არა და წინასწარ არავინ არ გირეკავს. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, ჩემთან ერთად 5 სპორტსმენი ჩავარდა. ყველაზე მეტად ის მეწყინა ის ფაქტი, რომ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული და თითქმის ყოველ თვე ქართული ჰიმნი რო არ ამეჟღერებინა, გამორიცხული იყო. მე ზოგადად ოქროს მოჭიდავი ვიყავი, თუ ჭიდაობდი, ან ვაგებდი, ან ჩემპიონი ხდებოდი. და გავასაჩივრე 2 წელი ვიბრძოლე, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა, ვითხოვდი დნმ-ის შემოწმებას, რაზეც კატეგორიულად უარი მითხრეს ყველგან. დაზარალებული ცნობა მომცეს საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ კიონის ლაბორატორიამ მითხრა, რომ თქვენ დაზარალებული ცნობას არ ვენდობით ჩვენ. ეს ყველაფერი რაღაცას ემსახურებოდა. სამწუხაროდ, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თურმე დიდ სპორტში როცა ხარ, უფრო მეტად მობილიზებული უნდა იყო და ყველაფერზე უნდა იფიქრო ადამიანმა. ეხლა ესეთ შეცდომას აღარ დაუშვებ, MMA-ში ძიუდომ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და მანდიდან გამომდინარე თავი რო არ მქონდა ამოწურული ძიუდოში, თან ფიზიკურად და მენტალურად რომ ძლიერი ადამიანი ვარ, მანდიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მეთქი კარიერას MMA-ში გავაგრძელებ. თავიდან ცოტა გამიჭირდა ადაპტირება 1 თვე, 2 თვე. ეხლა ჩვენ ძიუდოისტები კიმანოში ვართ ჭიდაობას მიჩვეული და შიშველტანზე ცოტა გამიჭირდა.
მაგრამ ნელა გადავლახე ეს ყველაფერი და დღეს ღმერთის წყალობით უკვე შემდგარი MMA-ის მებრძოლი ვარ. ყველაზე რთული რა იყო და ახალი მისული ვიყავი დარბაზში და არ ვიცი ხა რატო, ალბათ იმიტომ რომ შევედი დარბაზში და შემომხედეს რომ ფიზიკურად ისეთი დასანახი ვიყავი რომ ამას შეუძლია ეგრევე იჩეხავოს, მაგრამ სხვა რაღაც დამხვდა. მეთქი ფიზიკურად ისეთ ჯანზე ვარ თქო, ეგრევე მაგართან დავდექი და დავიწყე ჩეხაობა, ასე ვთქვათ რა, MMA-ის. და ძალიან ბევრი მომხვდა. და სახში რომ მივედი, ვფიქრობდი, გამეგზელებინა თუ არ გამეგზელებინა ეს ყველაფერი და გადავლახე რა, ძალიან სირთულე შემხვდა ეს პირველი 2 თვე იყო ძალიან რთული, მაგრამ მაინც გადავლახე რა. მებრძოლი ადამიანი ყოველთვის გადალახავს ყველაფერს. ჩემი ჭიდაობა ყოველთვის იყო გდებებით გამორჩეული და არასდროს არ ვიყავი კლასიკური მოჭიდავი, ზახვატისტი. შეკრული ჭიდაობა უფრო მიყვარდა და თან პარტერშიც ასაიკომი და კონტროლი კარგი მქონდა ყოველთვის და MMA-ში ეს ყველაფერი ძალიან მაგრამ ადგება. ნებისმიერი მაგარი სტრაიკერის გაჩერება შემიძლია. მანდიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ გადმოსულიყავ. MMA-მ უფრო რეჟიმისტი გამხადა. ესეთი ძიუდოში არ ვიყავი. აქ ეხა რო ხედავ რომ ადამიანს შეუძლია რომ იქ ჩემი ოჯახის თვალწინ შემარცხინოს და გამთიშოს, უფრო მეტად მობილიზებული ვარ, უფრო მეტად რეჟიმისტი ვარ და ის სწორი კვება ეხლა ვისწავლე. აქამდე საერთოდ არ ვიცოდი სწორი კვება რა იყო. ეხლა დავიწყე სწორი კვება, შუადღით ძილი, საერთოდ არ ვაქცევდი ეს რაღაცებს ყურადღებას, რა ძიუდოში რო ვიყავი, უფრო ისე ვიყავი მარტივად, რომ ბავშვობიდან მაინც ჩადებული რო გაქვს ყველაფერი და ბავშვობიდან აქტიურად რო ხარ, უფრო კარგად გამოგდის და აქ ეხა 30 წლის ასაკი პატარაც არ არის. 30 წლის ასაკში გადავედი MMA-ზე, მაგრამ ადვილად გავიარე ადაპტირება სხვათა შორის ძალიან არ გამიჭირდა. უბრალოდ მეხმარება ეს ყველაფერი რა, ეს ძიუდო, რაც მაქვს გამოვლილი გრეპლინგი, როგორც ჩვენ ძიუდოისტები, როგორც ზევით ვჭიდაობთ დგომში, ისე პარტერში ვჭიდაობთ და აქედან გამომდინარე უფრო ადვილად გადავლახე ეს ყველაფერი. რაც ყველაზე უკეთ ვიცი ჭიდაობა და გრეპლინგი, ჯერჯერობით ამ ყველაფერს მივყვები ბოლომდე. შემდგომ უკვე დავიწყებ ხალხის გაოცებას, გულშემატკივრის გაოცებას აუცილებლად. კრივს ვსწავლობ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ტაისონის ნოკაუტები გავიმეორო MMA-ში, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ ვიტყვი, რომ არ გავრისკავ და რაც ვიცი, ჭიდაობა იმ ყველაფერს გამოვიყენებ. მაგრამ კაი გდებებიც კარგად ჩანს, მე მგონი, კაი ჰაილაითები გამოდის. და ჩემი კუმირი არის ილია თოფურია. თავის წონაში და მეც ჩემ წონაში ერთი სიმაღლე გვიჭირავს რა. და დიდი სურვილი მაქვს ილიას კრივი შევისწავლო, ჭიდაობა ყველამ კარგად იცით, რომ ილია ძალიან კარგად იცის და ესე დაიწყო ილიამაც რა, თავიდან 6 ჩხუბი ახლა რო გადავხედოთ, სულ ჭიდაობს, სულ პარტერში არ რისკავს და შემდგომ უკვე ბოქსით დაიწყო და გააოცა მთელი მსოფლიო. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გავიმეორო დანარჩენი გვიჩვენებს მონდომება, შემართება და თავდაუზრდობა. ჩემთვის რკენა არის ახალი იმედი, შემართება იმ დიდი მიზნების განსახორციებლად, რაც არის UFC. ძალიან მიყვარს გულშემატკივრის გაოცება ეს ყველაფერი, აი ბავშვობიდან ვახერხებ ამ ყველაფერს და თითქმის სულ მენატრებოდა ძიუდოს რო შევესვი, სულ მენატრებოდა ეს ყველაფერი და აი დღეობით უკვე ვახერხებ რომ გავაოცო კიდევ და კიდევ.